ჩემო ქართველნო, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კრემლში დამუშავებული გეგმის თანახმად ქართველობა ქვეყანაში უნდა გადაიქცეს ეთნიკურ უმცირესობად, რათა მოსკოვს გაუადვილდეს ექსპანსია სამხრეთ კავკასიისა და ამ ვერაგული გეგმის განმახორციელებლად დანიშნულია კრიმინალი ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნული ფორმატი სურთ არაბიზაციის მეშვეობით მოიყვანონ სისრულეში და აი ამის ჭეშმარიტი მაგალითი ჩვენს უკან სასტუმრო კინგ დევიდი, რომელიც ააშენა ალბედითი გვარის მქონე რუსმა ოლიგარქმა სოსო ორჯონიკიძემ და რომელიც ამ წუთშიც გავსებულია მთელი არაბული სამყაროთი, მათ შორის იქ ფუნქციონირებს საუდის არაბეთის საელჩოც. ეს კიდევ არაფერი, ამის გვერდით შენდება ახალი სათამბჯენი არაბებისთვის სახელად თამარ მეფე. ბედის დაცინვა. დავითმა დიდი საქართველოს შექმნა ცნობილია იმით, რომ დაამთავრა აქ არაბთა ბატონობა 900 წლის წინ და დღეს დავითის სახელობის სასტუმროებში და თამარის სახელობის სათამბჯენებში უკან ეპატიჟება ივანიშვილი არაბულ სამყაროს. და ეს კორპუსი შენდება არც მეტი არც ნაკლები ქოც დეპუტატ ნავთობ მაფიოზა მილიარდერ ენუქიძისა და ასევე ქოც დეპუტატ ერის გამყიდველ წულაიას მეშვეობით, რომლებიც დაჩქარებული ტემპებით აგებენ არა მარტო ამ შენობას, არამედ მთელს არაბულ სამყაროში სატელევიზიო რეკლამებში დახარჯული აქვთ მილიონი და იწვევენ ფულიან არაბებს, რათა გადმოსახლდნენ საქართველოში და ამათ მიიღო, რა თქმა უნდა, ასევე მილიონიანი მოგებები. ჩვენ ხსნით შავ წიგნს, რომელშიც შევიყვანთ ყველას, ვინც საქართველოს გაყიდვა გადაწყვიტა არაბებზე და პირველები ერთ-ერთი ივანიშვილთან ერთად იქნებიან აი ეს ორი არამზადა, ენუქიძე და წულაია. თავის მოსკოველ თანამზრახველ სოსო ორჯონიკიძესთან ერთად. გარდა ამისა, ჩვენ სამივე აი ამ ეროვნულ პარაზიტს, ენუქიძეს, წულაიას და სოსო ორჯონიკიძეს წარმოვადგენთ საერთაშორისო სანქციებზე, როგორც მოსკოვისა და ივანიშვილის ხროვის წევრებს, რომელთა მიზანია გადააშენონ ქართველობა საქართველოდან. თქვენ კარგად იცით, რომ ლეიბორისტული პარტიის მრავალწლიანმა ბრძოლამ აი ამ არაბიზაციის წინააღმდეგ ჩვენმა გაფრთხილებამ არაბული სამყაროს პოლიტიკური ლიდერებისა და კომპანიების პრეზიდენტების მიმართ, რომ მათ საქმე აქვთ არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელსაც არ აქვს უფლება გააფორმოს საერთაშორისო კონტრაქტები და მით უფრო მიწის გაყიდვის მთელი კასკადი დაატრიალოს და ასევე ჩვენმა გაფრთხილებამ მადამი, რომ სანქცირებულ ივანიშვილთან ურთიერთობა იწვევს იმას, რომ თქვენ წარგანდგენ სანქციებზე, გარკვეულწილად გააჩერა არაბიზაციის პროცესი, მაინც არ ჩქარობენ ნიჩაფის დაკვრას და აზუსტებენ დამატებით გარემოებებს კიდევ რაღაცებს და ჩვენს ახალ სიურპრიზებს ვახვედრებთ იმ გზაზე, რომ მათ სამუდამოდ გადაიფიქრონ საქართველოს ეთნიკური ანექსირება. მაგრამ აი ამ ფონზე არაბების გარდა გამოჩნდნენ არაბებზე უარესი ქართველებად წოდებული გამყიდველები, როგორებიც არიან პარლამენტში მოკალათებული მთელი ეს ქოც ბანდა, ეს ენუქიძეები, ეს წულაიები და პარლამენტის თითქმის ყველა ქოც წევრს კორპუსის აშენება დაწყებული აქვს ან დამთავრებული აქვს ათეული კორპუსი და კიდევ ათეულ ბინას აშენებს, რა თქმა უნდა, არაბებისა და აზიურ-აფრიკული სამყაროსთვის. ანუ ქვეყნის ბედი არის მოღალატეების, დაშნის ჩამცემების, იუდების და შათიმანების ხელში, მეგობრებო, და ამიტომ არის აუცილებელი მთელი ერის ფეხზე დადგომა და ამათი რაც შეიძლება ძალიან მალე გარეკვა იქ, სადაც იმსახურებენ მხოლოდ და მხოლოდ აგერი გაღმა გლდანის იზოლატორს, კარგ პროფესიონალურ გამომძიებლებს და შემდეგ დიდ სასამართლო პროცესს აქვე აგერ სტადიონზე პაიჭაძის სახელობისა, სადაც მათ შემოიყვნენ რკინის გალიებით. და ეს რკინის გალიები უკვე მზადდება და სვარკდება და დუღდება ქართველი ხალხის ხელით
ამას ყოველდღე ვხედავთ ჩვენ რუსთაველზეც და იმ საპროტესტო მღელვარებაში, რასაც შეუპყრია სავსებით სამართლიანად ჩვენი ხალხი, რადგან ივანიშვილმა პუტინის გეგმით ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი უკვე გაამწვავა და დააყენა ზღვარზე, საიდანაც ან გამარჯვება, ან დამარცხება და ჩვენ არ ვართ ჩვენი ერი მიჩვეული დამარცხებებს და აუცილებლად ხალხი იქნება გამარჯვებული აი ამ ბანდაზე, რომელიც შემოგვესია შიგნიდან და გარედან. ვიმეორებ, ჩვენი ბრძოლა არაბიზაციის წინააღმდეგ მიდის დაუცხრომელი ტემპებით და უახლოეს ხანში კიდევ ახალ შესანიშნავ ხილებებს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საშინელი დამანგრეველი პროცესი შევაჩეროთ, უკან შევატრიალოთ და დავამთავროთ. წარმატებები მინდა გისურვოთ.